სხვა კინოსტუმარია ივა ფეზვაშვილი და დღეს ვნახავთ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ბაბაზე. ფილმის გადაღება მოხდა ესე. თავიდან იდეა როგორ დაიწყო, ბაბაზე საიდან წამოვიდა, მაგას მოყვები. არის ესეთი თესეუს და ჯეუსელის ერთობლივი ლიტერატურული პროექტი სტუდენტებისთვის, სადაც დავწერე ეს კონკურსში გავედი, დავწერე მოთხრობა ალჩუ ერქვა თავიდან რა, ეს ალჩუ და თოხანიდან გამომდინარე და გაიმარჯვა იქ ამ მოთხრობამ და მე თან პარალელურად მუშაობდი დუტა პროდაქშენში და დუტამ ისევ ჯეოსელთან ერთად რო დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება, 4 ფილმი იყო უკვე გადაწყვეტილი, 4 სცენარი დამტკიცებული და მე-5 სცენარში შევიდა ბაბაზე. უკვე გადაკეთებული, იმიტომ რომ მოთხრობისგან განსხვავებით აქ არის დამატებული პერსონაჟი, შეცვლილია ძალიან ბევრი რაღაცა და დავიწყეთ ჯეოსელთან ერთად დუტა პროდაქშენმა ამ ფილმის გადაღება. მოხდა ესე, მარტივად. მუშაობის დროს ყველაზე კომფორტულად როდის გრძნობ თავს? მაშინ როდესაც ყველა ვიკრიბებით ერთ დროს, გავდივართ გადასაღებ მოედანზე, ვიცით რომ 11 საათზე უნდა დაიწყოს გადაღება, ვიწყებთ გადაღებას და ვიცით რომ დავუშვათ 5 საათზე გვაქვს ყובה, 5 საათზე უნდა გავჩერდეთ და უნდა ვიმუშაოთ მერე 9 საათამდე. ზოგადად ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია, რომ ვიღაცამ დაიგვიანა, ვიღაცა არ მოვიდა, ვიღაცას ტექსტი დაავიწყდა და გრიმმა რაღაცა ვერ გააკეთა, ეგ კომფორტი არ არის, უბრალოდ არაპროფესიონალიზმია და თავს ვერ ვზნობ კომფორტულად. ერთპიროვნულად იღებ გადაწყვეტილებებს მუშაობის პროცესში თუ ითვალისწინებ რჩევებს კოლეგების? დავუშვათ ბაბაზის მაგალითად თუ რა ვიყოთ, სადაც ვიყავი დამდგმელი რეჟისორი და ვიყავი ერთადერთი რეჟისორი და მყავდა მარტო ასისტენტი, მეორე ასისტენტიც არა, მეორე რეჟისორი იყო, რომელიც უფრო ტექნიკურად აგეგმარებდა, ვიწევდა დავუშვათ თუ სცენების ამოღება, რაღაცა დავუშვათ 4 კადრის გაერთიანება და სხვანაირად გადაღება, მაგრამ მანდ ვიღებდი დამოუკიდებლად და ვეუბნებოდი ოპერატორს, როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვეგვარებინა, ისე რომ დავუშვათ განათების გადასატანად არ დაგვჭირებოდა 4 საათი და იმ საერთო განათების ფონზე გადაგვეღო ეს ყველაფერი. სხვა კინოს ჯგუფმა, ჩვენმა ჯგუფმა ნახა ფილმები, რატომღაც გარკვეულმა ნაწილმა მიიჩნია, რომ გუბაზი და ბაბაზი არის ერთი ადამიანის ორი მხარე. ერთი პიროვნების ორი მხარეა. თუ როგორ ჩვენ თუ აბსოლუტურად რადიკალურად ეს არის შეიძლება მაყურებლის ინტერპრეტაციაა და მე მწყობს არაფერი არ ჩამიდიან რომ ბაბაზი და გუბაზი მაინც ორი მხარე უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანის. ჩვეულებრივ რადიკალურად განსხვავებული ძმები არიან ერთმანეთისგან. შენი ხსნელი, შენი მაშვენი რგოლი და გაჭირვების ტალყვესი მოვედი. როგორ ახარ? დავის. როგორ იქნები სახლში ზიხარ და კიდევ აი ამ უაზრობაზე ფიქრობ, ხო? სხვათა შორის ამ უაზრობის წყალობით საინტერესო რაღაცა გავიგე და მე თავი დავანებ. მალადეც, რა გაიგე აბა? რატო დაშვერდნენ დედაშენი და მამაშენი? დედაჩვენი და მამაჩვენი. ხო, როგორც არის რა. მეგრე. მოკლედ. იქ ალბომში ერთი ფოტოა. დედაშენი რომში სასტუმროს აიამაზე დგას და იღიმის. თუ რაკურს კარგად დააკვირდები, მიხვდები რომ მამაშენი წამოწოლილი უყენს ფოტოს. მოკლედ, მამაშენმა დედაშენს ეს ფოტო რო გადაუღო, დედაშენმა უთხრა: "წამო კოლიზეუმშიო." მამაშენმა უპასუხა: "კოლიზეუმში რა გვინდაო?" დედაშენმა რას ქვია რა გვინდაო? დავთვალიეროთო. მამაშენმა კოლიზეუმი რომელია, მეფეებით სერათიც ხან მაღლა და ხან დაბლა რო წევდნენო? დედაშენი რო ხელოვნება ცოდნია, ხო იცი? მოდი ხო წარმოგიდგენია რა როგორი სახე ექნებოდა. მაგრამ აწონასწორებული ქალია და უთხრა: "ხო, ეგ არის კოლიზეუმი." მამაშენი კიდე საწყისში გადატრიალდა და უთხრა: "ეგ ხო აი უნიდანაც ჩანს." რეებს ბოდავ რა. აი სისულელი საიდან დაასკვენ. მამაშენის ხასიათს მიუმატე დედაშენის ინტელექტი, მერე ფესვი ამოღებული ფოტოები და სურათი გავაცოცხლე და დაახლოებით ეგეთი დიალოგი მივიდა. და რატომ გადაწყვიტე რომ მაინც და მაინც აი ამ ფოტოს მერე დაშვათ? მეტი ფოტო აღარა აქვს ერთად გადაღებული. და აი უნიდან მართლა ჩანს კოლიზეუმი. თებე იყო დღეს მოსული. თებე იყო მოსული კი არა, დღეს ჩემი სტუდენტების პარტია და გამომყევი რა. ერთ-ერთი მაგრად მეჩალიჩება. შენთვისაც დავითრევთ ვინმეს. სტუდენტებთან სექსი არ შეიძლება. აუ, რატო ვითომ? იმიტომ რომ სუბორდინაციის პრინციპებს არღებს. მოიცა რა. ნიშნები დაუწერე უკვე. სუბორდინაცია მარტო ნიშნები არ არის. რა უთებემ? ცოლობა შებობ თავაზე.
პრაქტიკული თვალსაზრისით უნდა გავყვე. მაგრამ ვიცი რომ არ შემოყვარდება. მისმენ? მისმენ საერთოდ? ბავშვობაში ზღარბებიანი ჩაიდანი ქონდა? რა ზღარბებიანი ჩაიდანი? ზღარბებიანი ჩაიდანი რა. ზღარბები რო ეხადა დედა ზღარბი, მამა ზღარბი და შვილი ზღარბი. უკანის ქონდათ აქვია იმას, ხო, კარალოკები. აჩენ ქონია? აუ რა იდიოტი ხარ. აი. არაფერი იდიოტი ხარ. მოგეწყენი. ვერ ხვდები? ვერა. მითხარი, ეხლა მაინც მოგეწყენი. არაფერი. მიდი, შენ ზღარბებს მიხედე. რა ზღარბები სულ გადაირია შენ? ბიჭო, აი ესეთი ტიპები ეხატნენ, აი. შენ დახატე? ხო? საკაიფოა, თო. მახსოვს, ემალი სერვიზი იყო, სოფელში ქონდა. ხო? მეწყერმა წაიღო. მეწყერს არ წაუღია, მამა შენმა წაიღო. ეხლა ცალში გვაქვს. გეხვეწები, მომიტანე რა. ნე, ადექი და მოიტანე. იქ ვერ მივალ, ხო იცი რა. კარგი, მოგიტან. ოღონდ კლუბში უნდა გამოვყო. ამას ხوار დააშავ. კეფიცები. არაფერი. რას ამბობდი? ორ-ორად რატო დადიან? მაინც ვერ გავიგე რა. ჰა? აქ ხასაერთო ჩემი. მე ის გოგო არ მინდა რა. რას ქვია? შავ-თეთრი თმა აქვს და დამთარსავს. ეგ რიჟა ათარსი, რიჟა. კაი, თმას რო დავიდავანებოთ, რა ზიგავს, გამიცვალე რა. გაგიცვალო რა, ყიყლიყოს ნაჭერი, ბავშვობ რა ეხლა. აუ დამთარსავს, გამიცვალე, არა თქო, არა. თან უჟმურია. მე რათ მინდა უჟმური. შენ უფრო ხშირად გაქვს სექსი და მეტი ალბათობა რომ ხიარული კანი შეგვდეს. არა ძმაო, არ გამოვა ის გოგო ჩემია. რატო? რა ნუ გიგით რომ ჩემი სტუდენტია რა. ის მეორე ჩემი სტუდენტია. მე ის რას გავს თან უჟმურია. იცოდე შენს რექტორს ანონიმურ წერილს მიწონო სტუდენტებთან სექსი გავს. ატრაგებ. გამიცვალე. არა. გთხოვე. შანსი არა. მიხვეწები. არა თქო. კარგი. მაშინ ალჩუთო თუ ხარ. კარგი რა, ალჩუთო თუ ხარ, ვეღარ გამოხვდი მაგას ეკიდან. თან ყიყლიყოს ნაჭრებზე იყო მარტო. კარგი. ალჩუ. მოიწონე. თოხან. ალჩუთო თუ ხარ. ალჩუ.
მომეცი. შენ და იცი რა მაინტერესებს? სიგარეტი მო. რა ქვია? მელანო. გვარი? ბრეჟნევა. молодец. შენ და ვისი ქალიშვილი ხარ? ქალიშვილი არა? არა, მამა შენს რა ქვია თქვენ კითხე? გიორგი. დედა შენს? მარიამი. აი, რაფერი უბრალოდ. დანძმა ყავს? კი, ძმა. რა ქვია? ვის? ძმას? ნიკა, ნიკო, ნიკოლოზი, რელიგიურ დღესასწაულებზე ნიკიფორ და საერთოდ რატომ ეკითხებია? უბრალოდ. ინტერესს ამბავი. შენოდა? ღმერთის გზავს? სატანისტი ვარ. სახში ციან? კი, სიგარეტი. ეხა არ ჩააქრე? მივხვდი. ეშმაკის სანთელია და მაგიტო ეწევია რა ამდეს? ეგ რომელმა მოძღვარმა მოგატყუა. რა ვიცი. მომისმენი. ბატონმა გიორგი და ქალბატონმა მარიამმა. ხო, მარიამმა რო გაიგეს სატანისტი რო ხარ, რა გითხრეს? არაფერი. პროგრესულად მოაზროვნე მშობლებს. молодец. პროგრესი კარგია. შენმა ძმამ? ჩემმა ძმამ? ჩემმა ძმამ ცემა. ნიკიფორე? ხო, სტიქაროსანია და ეგ და მაგის მამაო დადიან და იეღოველებს სატანისტებს და ჰელოვინის მონაწილეებსაც კი სცემენ ხოლმე. გავართ ერთმანეთს ხო იცი? რაში? შეცდა შენი ძმა? არა, რას ვცემდა უბრალოდ ჩვენი ოჯახებისგან განსხვავდებით რა. შენ აი ამ თმით და ტანსაცმლით გამოხატავ, მე კიდე შენა და ფროიდ. არაფერს არ ვიზამ. კი. ესე იგი მელანო. ბრეჟნევა. რა იდიოტი ხარ? ჯერ დამამთავრებინე? მერე? მერე ეს რა არის? შაკი არა ვინ? ჯილდა. ვინ ჯილდა? შენი მეზობლის ზაღლი რა. მოიცადე, ძაღლს ვინ კითხვა და ესმის? ქართულში? ქართულში არ ვიცი. ინგლისურში? ინგლისურში რა მგონა? შენი რა უნდა ამა შაქრის ტომარაში? ამა შაქრის ტომარაში რა უნდა? არა, საერთოდ რატოა ტომარაში? რატო არ დარბის, რატო არ ყებს, რატო არ წკმუტუნებს? გამაგებინეთ რა! მოკვდა რა? რა მოკვდა? რა მარა ვინ? ხო, კარგი, ვინ მოკლა? მანქანა. მანქანა სულიერი არაა და რა კითხვა დაესმის, გასაგებია? ხო, მაგრამ ხო ამბობენ მანქანა მყავსო და არა მაქვსო არა? მე არასწორად ამბობენ. გამნიშნულობა აქვს, მანქანას ხომ სულიერი მართავდა. ვინ მართავდა? მე! შენ უსულო ხარ. რატო ვითომ? აბა ჩემი მეზობლის ძაღლი რატო მოკალი? დამჟდარიყო მაშინ ეს მანქანის და არაფერი არ მოხდებოდა. თუ ტარება არ იცოდი, რა სიკაჩებოდი, რა? არ დაგელია გუშინ მაგდენია. დაწყნა, რა? რა უყოთ ახლა? რა უნდა უყოთ, უნდა დავმარხოთ. სად? აქვე მთაწმინდაზე. რა უნდა ჯეკას მთაწმინდაზე? კარგი, ჯილდას რა უნდა მთაწმინდაზე? პოეტი იყო, საზოგადო მოღვაწე თუ წერალი? რა გჭირ, ძაღლი იყო რა. აუ, შენი ძალა ციგნიერი. ნიჩვები გააქვს? აი ამით შენ ამოთ. შენა და მე დავრჩები რა. რატო? ტუალეტში მინდა.
ისა, ქალდი გაქვთ? ჟურნალები. ავთო შეხედე შვებია მე რა ვიცი ქონი მოწეულები არიან აბა რა არიან შეხედე რა ჭირთე აუ გეხვეწები რა სიფათები დამანახე რა არა ხომ კონდა შენი რა უკნათე ცოტა ხანი დამარხონდა მერე დავარ სიგარეტი სალამი ბიჭებს ნიკოლოზი ეს ავთოა გუბაზი ბაბაზი ძმები ხართ ხო მე ერთნაირი სახელები რატო გქვიათ ეს ბავშვობაში გულს ვერ ამბობდა და მაშინ ბუბაზი უნდა ერქვას მოწეულები ხართ ბიჭებო ავთო როგორ ფიქრობ მოწეულები არიან მოწეულები არიან აბა რა არიან შეხედე სიფათებზე რაც გვანანე არა რა მოწეულები მე ლექტორი ვარ ახლა ლექტორია რაღაც წიგნბრობას ასწავლის თუ რაღაც რას ასწავლი ბიჭო ესე იგი განმანათლებელი ხარ შენ რა გაცინებს ზოგადი წიგნიერება რა მაგარია არა ხო გეუბნებოდი მოწეულები არიანი მეთქი რა მოწეულები არიან აბა რა არიან შეხედე სახეზე რა ჭირთე აიცა ეგ ხო უკვე თქვი კი ხო თორე მეგონა რომ დეჟაო დამემართა რა დაგემართა დეჟაო რას მარხავდით ჯილდას ვის არა რას რას ძაღლს რა ძაღლი სულიერია და ვინ კითხვა დაესმის ძაღლი სულიერია და ვინ კითხვა დაესმის ეგაც არიცი არა და ლექტორი ვარო ფუი დავაი დროზე ამოთხარე და მათ ჩვენი თქვენი ჯილდა ო კაი რა ამას რა ამოთხეს რა კი არა ვინ და შენ არა შენ ამოთხრი და შენ დაეხმარები აბა ჩვენ რა ვიცით მან ნამდვილად ჯილდაა თუ არა გეუბნებოდია რა მთაწმინდაზე ვადაგო მომინდომეს აქ მთაწმინდა ძაღლი იყო თუ ბოდლერი მოისა ბოდლერს რა უნდა მთაწმინდაზე ბოდლერს რა უნდა მთაწმინდაზე აბა ჯილდას რა უნდა მან მიდი ამოთხარე როგორი ამას მიდი გამოი ამას რაჭის დარია რა მაგას მეც მიყევდა მაგრამ რა მოკლა რამ კი არა ვინ გცემ ჯარიმას გამოგიწერ და საკანში გაყურყუტებ თუ კიდევ რამე სიტყვი გრამატიკაზე დროზე მოხევი რა მოხდა კარგი გეტყვი ხო იტოქში გუშინ მე და ბაბაზი ნაშები ავაგდეთ რო გავიღვიძე ჩემი ნაშა აღარ იყო ამის კიდევ ტელევიზორს უყურებდა ლუდი მომინდა რა მაღაზია შორსაა მე ვერ დავждებოდი მანქანაზე ხო და ამის ნაშა დავსვი რულთან საჭესთან
საჭესთან შენი ძალა ციგნიერი. ხო, საჭესთან. ხო და ყველაზე სასაცილო რა იყო, იცი? ავთო, რაიმე სასაცილოს ხედავ ამ ამბავში. არა, ეგ კი არა, ყველაზე სასაცილო. გითხრათ რა მოიცად, იმ ნაშის სახელი იყო. მოიცა რა ერქვა? ბაბაზი. ჰა. იმ ნაშას რა ერქვა? მელანო ბრეჟნევა. ხო. რა? მელანო ბრეჟნევა მაგარია რა. მოიცა. ეხლა არ მითხრა რომ ნიკიფორე ქვია და ბრეჟნევი ხარ გვარად. ой, პაცლა თუ დაგმარხო აკვე. Აბოიხე ხმა. ჯვარიც უნდა დავიწერო? ო, აბა, ჯვარსაც დაიწერ. ხელსაც მოაწერ. ქორწილსაც გადაიხდით. საქორწილო მოგზაურობაშიც წახვავთ და ბავშვებსაც მონათლავთ. გაიგე? ხო, მაგრამ ჯვარი როგორ უნდა დავიწერო? ჩემი მეგობარი მამაო დაგწერ ჯვარს. მელანო მართლმადიდებელი არა. აბა ვინა? სატანისტია. ხო, გუში თვითონ სატანისტია. იცი რა? ჯერ განიწვიმდო სოდებისგან და ცალთ მე მომყარ. მოკლავ. ჩემი ხელით მოკლავ. რა იდიოტი ხარ რა. მისვენე. ისენი კაცი გახვეულა ეს დამებში. რა იდიოტი ხარ. რატო? რა კაცი? არავითარი კაცი არ არსებობს. კაცი რო იყოს, ეხა შენ აქ იქნებოდი? ბოჭა, შენ მართლა გჯეროდა რომ კაცი მყავდა? ვინ კაცი? კაცი, რომელიც არ არსებობს. რა? ხო გეუბნები, იდიოტი ხარ მეთქი. ჩაი კიდე გინდა? კი. Idioty. Idioty. ბავშვობაში მახსოვს ეგემალის სერვიზი და ძალიან ის უხერხულად ჩამრჩა ტვინში და ძალიან დიდხანს ფიქრობდი რომ სად შეიძლება მიმეგნო ამ ემალის სერვიზისთვის და ბოლოს მთავავალე ბაბაზის რო იპოვა ეს ყველაფერი. არაფერი, ანუ განსაკუთრებული აზრი ამ ემალის სერვისში არ დევს, არის რომ ბავშვობაში რაღაც თბილი ემოციური და რაღაც უცნობები რაც გაქვს, უბრალოდ ემალის სერვისში გადმოვიტანე. გასაგებია. არსებობს მნიშვნელოვანი კომპონენტები, ესეც მხატვართან ერთად გადიხარ გარკვეულ პროცესს, კადრირება, ფერის კორექცია და ასე შემდეგ. შენ როგორ გაიარე ეს პროცესი? ჩვეულებრივად ფერის კორექციას მხატვარი არ ყავდა, ოპერატორი უფრო აკეთებს ფერის კორექციას და მხატვრის საქმეც არის, მაგრამ ჩვენთან გავაკეთეთ მე ირაკლი ახალკაცმა და ნოდონ ოზაძემ ფერის კორექცია. წინა ეტაპი თავიდან ბოლომდე მომზადების, შოტიკო ბაღალიშვილი მხატვარი იყო გერმანიაში გასტროლებზე და ამიტომ არ ჩაერთო მაგ პროცესში და წინა ეტაპი მომზადების თავის ობიექტების ამორჩევიან კოსტუმი ყველაფერი თავიდან ბოლომდე შოტიკოსთან იყო შეთანხმებული და გაკეთებული. ეხლა თუ იღებ რამეს? ეხლა ამ შემთხვევაში მხოლოდ ტელევიზიაში ვარ და მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა და რაღაც სცენარი უკვე გაგზავნილი მაქვს, უღელდები დამაფინანსებენ თუ არა. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ.